ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო ახალი სეზონი, რომ კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებული ყოფილიყო. ამ 5 სეზონის განმავლობაში თითქმის 5-ვე კონტინენტის გემოებში გამოგზაურეთ. მაგრამ ახლა ჩვენი მისიაა, რომ ბევრი თქვენგანის ოჯახურ რელიქვიად ქცეული ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური რეცეპტები გავაცოცხლოთ და მე-19 საუკუნის თბილისურ გემოებში გამოგზაუროთ. ამიტომ ჩვენ მოვედით სწორედ იმ გარემოში, სადაც ყველაზე მეტად ტრიალებს ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების არომატები. მე არ ვიგონებ რამეს, არ ვამბობ სხვის ნათქვამს, მე ვციტირებ ბარბარე ჯორჯაძეს. ანუ კარგად თუ ჩაიკითხავთ, ყველაფერი წერია, ვინ ვიყავით, როგორები ვიყავით, რა მომსახურეობა ქონდა, რა კერძებს ვაკეთებდით. ვერ ვიტყვი ერთ კერძსაც კი, რომელია უნიკალური, ყველა უნიკალურია. განსხვავებული გემო აქვს აბსოლუტურად ყველა კერძი. ბარბარე ჯორჯაძე არის ქართველი, რომელმაც ქართველებს დაგვიტოვა უნიკალური რეცეპტების კრებული. ამ წიგნის მიხედვით მე და თამთამ წინა სეზონზე უკვე მოვამზადეთ რამოდენიმე კერძი. მაგრამ დღეს ვესწრებს ჩემს ახლო მეგობარს და კოლეგას ლევან კობიაშვილს, რომელსაც ყოველდღიურად აქვს შეხება ბარბარეს რეცეპტებთან. სწორედ მასთან ერთად მინდა მოვამზადო ეს უნიკალური ბარბარეს რეცეპტები. მე ვფიქრობ, რასაც ქართველი გემოთი გააკეთებს, ის ქართული. ჩემთვის ძალიან ბევრი რეცეპტი იყო აღმოჩენა, რადგანაც ბევრი ინგრედიენტებია ისეთი, რომელიც საერთოდ არ მეგონა თუ გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში ქართულ კულინარიაში, ბევრი ისეთი სუნელიც კი, რომელიც ალბათ დროთა განმავლობაში დაიკარგა და ეხლა თავიდან აღსდგა ქართულ კულინარიაში. მგონი მოდის ის პერიოდი, რომ უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს ამას ქართული სამზარეულოს განვითარებაზე. ალბათ ჩემის აზრით ყველა ქართველი მზარეული ალბათ ეცდება ამას, რომ ეს გააკეთოს. თუ გააკეთებენ, ეს ხო ძალიან კარგი იქნება. არა მარტო მათთვისაც, არამედ ყველასთვის, რომ რაღაც გაჩნდება ახალი პროდუქტი, ახალი კერძი, ახალი შეთავაზება, ახალი სერვისი და გასტრონომია მთლიანად განვითარდება ამ კუთხით. თუმცა ჯერ კიდევ კაი დრო გჭირდება ამისთვის განვითარებისთვის, მაგრამ მივდივართ იქამდე, რომ კარგად მივდივართ ჩვენ. ეს წიგნი სახელმძღვანელოდ რომ გაიხადოს იმ დიასახლისებმა, ვისაც ფუსფუსი უყვარს ძალიან სამზარეულოში, მერწმუნეთ, რომ ჩვენი ქართული სუფრა და პურმარილი ცოტა ხანში ძალიან მაღალ დონეზე გადავა თვით ოჯახებშიც კი. შილაფლავი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და განსაკუთრებული კერძი ქართულ კულინარიაში, მაგრამ რატომღაც ჭამთ მხოლოდ კონკრეტულ დღეს და არც ისე სასიამოვნო დღეს. მე ვფიქრობ, რომ სტერეოტიპი უნდა დაინგრეს შილაფლავის შესახებ და უნდა შევიტანოთ ეს განსაკუთრებული და გემრიელი კერძი ყოველდღიურ ქართულ მენიუში. დავიწყოთ რითი ხახვით და დუმის მოშუშ. პირველ რიგში დუმის. მთელი ცხიმი რაც არის კარგად გამოვიდეს და შემდეგ უკვე ხახვი მოთუშვა დავიწყოთ. ანუ ხახვი ძალიან წვრილად და დაჭრილი, ხო? ამასობაში შეგვიძლია ეს ჩავყაროთ ცხიმი დუმა. კი ბატონო. დაახლოებით 30 გრამი, ხო ალბათ? 50. მეტი. ეს თავისი ცხიმი. პრინციპში ბარბარე ჯორჯაძის თითქმის ყველა რეცეპტი რაც ვნახე, ამზადებს ხოლმე ერბოთი, ხო ყველა? კი. როგორც უწერია, ზუსტად ისე ვამზადებ. იმ ტექნიკით, იმ ტექნოლოგიებით და იმ ინგრედიენტებით. და ის გემოც ყველაფერი მოვიძიოთ სოფლებში, რომ ზუსტად ის ინგრედიენტები ეკოლოგიურად გამოვიყენოთ. პრინციპში განმომივარდო. აი.
შილას უხდება ცრემლიც და ღვინოს. მაგრამ ეს არ გინდა რომ დაარღვიო? რომ ზუსტად ამის არღვიოს ვაპიროს და ვახო ნუტირი ხარ იცოდე. ეს ნუგვიშვილი რაღაც სტერეოტიპების დანგრევაში თუ როგორ არის დაავებაში. რომ შილაფლავი უნდა იქცეს ყოველდღიურ კერძად. კი ბატონო. თანაც აი ესეთი გემრიელი, როგორც ლევანი ამზადებს. სტერეოტიპს შევტირი ვარ, თუ იგრე ვარ. შენ დანგრევას მისტირი ხარ? ხალხზე ბევრს არ ვილაპარაკე. ხალხმა თავის საქმე გააკეთო. კი, ახლა ატირა შილაფლავი. ახლა ატირა. ერთად კაი, გუდისყველია ბოლოში, ხო? გუდისყველი ბოლოში, რა თქმა უნდა. ხალხი პრინციპში შილას ვამზადებ, ასე ვთქვათ, არატრადიციულად, ხო? მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ვამზადებ უფრო განსხვავებულად, უფრო ასე ვთქვათ, სხვა ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია დაახლოებით იტალიელებს აქვს. რიზოტოს ტიპის, რომელიც რეზოლუცია ხოლმე. კი, ყველაფრის ოთუში ფიწყება და შემდეგ უკვე მიდის დასრულება. ანუ პრინციპში ინგრედიენტები არის ტრადიციული, უბრალოდ თანმიმდევრობა, მეთოდი, ტექნიკა, ასე ვთქვათ, არის აბსოლუტურად. ხორცი ეს არის აშკარად ცხვრის ხორცი, ხო? ბატკანი. კი, აგერ გვაქვს ბატკანი. როგორ ვაკეთებ ეს დავჭრა, აი ეს ბატკანი დაჭერი ძალიან წვრილად. ეს ორი ნაჭერი? კი. ეს ერთი შევინახოთ, ანუ დეკორაციისთვის ანუ გასაფორმებლად. შიგნითაც ნეკნების ნაწილს იყენებ, ხო? ხო, ну, პრინციპში ახლა ამ შემთხვევაში ნეკნები რომ ნაზი იყოს და მალე მომზადებადი იყოს და თორე შეიძლება ვთქვათ ბარტრის ნაწილი ან სხვა რაიმე. თუ უფრო მეტი ხანი მოამზადებ, უფრო ზედმეტი ცხიმით ძირითადად მოცლილი აქვს, ხო შენ იყენებ მაინც აი ამ დუმის ცხიმს? რა თქმა უნდა, ძირითადად დუმის ცხიმია, რომელიც განსაკუთრებულ გემოსაც აძლევს და სხვანაირ ტექსტურასაც აძლევს თვითონ ბრინჯს. ხო, მაგრამ აქ უკვე არის ხორცი, სუფთა ხორცი. კი ბატონო. მინიმალური ცხიმი. წყალს არ უმატებ, ხო შენ არ გაქვს არა, ნახტაში? ბულიონზე და ცოტა ოდენ წყალსაც ოდნავ, რომ ამასაც ძაფრი სუნი აქვს და? არა, ისე ძალიან არა. არა, ხო საკმაოდ რბილი არომატი აქვს. всё, ხორციც ჩავყარეთ. ხორციც ცოტა მოვუშვოთ. ევროპული რიზოტო სტილში აკეთებ ტექნიკა, სულელების დაბრუნება აზია და საქართველოში შილაფლავი ქართულია. შილაფლავის გემო რაღაც სხვადასხვა კუთხეების გავლენი. ცოტა მოითუშამ. ეხლა ესენი ჩავყაროთ. საერთოდ ძირას უშვებია, მაგრამ მე ცოტა კვლიავიც დავამატე ასე რომ ვთქვა. კვლიავს მაინც თავისი სიმჟავე აქვს, თავისი სხვა არომატი აქვს, ამიტომ ორივეს თანაც აი ეს სუნელები ძირას და კვლიავით საკმაოდ ისეთი ინტენსიური გემო აქვს და არომატიც და აი ამ ცხიმის აი ამ ბატკნის რაღაც თავისებურ გემოს აბალანსებს გონი. საერთოდ უჯობესია ახალი დაფქვილი იყოს ხოლმე, იმიტომ რომ მე ცოტა სიმძაფრეს კარგავს ხოლმე და ამიტომ ხო და ეს არის საინტერესო რომ როგორ მზადდება ეხლა თანამედროვე სამზარეულოებში ძველი მე-19 საუკუნის რეცეპტები. ხო, აი ზუსტად აი ეს არის საინტერესო რომ როგორ შეფრები რეცეპტები, ინგრედიენტები იგივე, მაგრამ რაღაც ტექნიკას შეგვიძლია რომ ცოტა შევცვალოთ. ბრინჯს ხალო რა თქმა უნდა, ხო ესე იგი ცხიმში და აუცილებლად. აი ყველაფერში რაც ერთად ჟღინთება კარგად. თან ბრინჯისთვისაც კარგია, იმიტომ რომ ჩაშლისკენ აღარ მიდის და ინარჩუნებს ამ სიმკვრივესაც და ყველა. ცეცხლი მაგას როგორი უნდა იყოს? ეს საშუალო დონის ძალიან მაღალი არ არის აუცილებელი. არხუნა ეს უკვე ბოლო დამთავრებულ ეტაპზეა, რომელსაც ანუ არ ძირითადად უფრო გასაფორმებლად. ხო, თან უხდება ახლა ტარხუნა ვიცით რომ ბუდის ყველსაც უხდება და ცხვარსაც უხდება საერთოდ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ესე ტარხუნაც ამ ყველაფერთან ერთად ყოფილიყო. თანაც რაღაცა ცოცხალი ნოტა არის ამ ყველაფერში. აცოცხლებს შილაფლავს აცოცხლებს. აცოცხლაი, შილაფლავს აცოცხლებს. ეს კარგი ფრაზაა. თქვათ შორის ძალიან ბევრს უყვარს. ძალიან ბევრისგანაც გამიგია რომ ყველას უყვარს, მაგრამ ვერსად ვერ ჭამს. ხო.
ამიტომ ხშირად ყოფილა ხოლმე რომ ну პრინციპში ფაქტიურად ვერსად ვერ შეჭამდი თუ არა ჭირის უბრალზე ხო? რამდენი ხანი მოხარე შენ ეს ბრინჯი? ძალიან ცოტა ხანი 1-2 წუთი. 2 წუთი და ბულიონიც ჩაუშვი. წყალს დაუმატებ. რომ ბრინჯი თვითონაც მომზადდეს და მოასწროს მომზადება. პრინციპში ველოდებით მაგრამ ფერიც აი სუნელებიც რომ მოხალული არის თავიდანვე თითქოს აი ფერსაც უცვლის ხო? კი რა თქმა უნდა. წვენი აქვს და რა ბულიონი თვითონ ძალიან გამჭვირვალე იყო. სუნელებმა კიდევ მიცა რაღაცა შილაფლავის ფერი მისცა. მინდა თქვა ცხიმიანი საერთოდ არ ჩანს მიუხედავად იმისა რომ თუმა კი ბატონო. ის ბრინჯს უყვარს ცხიმის შეჭმა უყვარს ხო დრო ხალხი ფრთხილობს ცხიმთან ხო კი. ეს დღეისობით თუმცა საერთოდ შილას ვაკეთებმა ხოლმე არის ცხიმიანია მაინც იმიტომ რომ ხა ცხვრის ცხიმი დუმა იქ ხაშლამის წვენს უმატებენ ისიც მოხდილი ზევიდან რომელიც ცხიმიანია საქონლის ცხიმია და რავი ხშირ შემთხვევაში ზოგი კარაქსაც უშრება ხოლმე რა ეს უნდა ჩამოვიდე. ხო არ მე ეს ძალიან მომწონს კარგი წვავთ ახლა ხო ბატკნის ნეკ ცოტა შეიძლება პილპილი მარილი მოვაყარო ერბო შევწოთ აუცილებლად აგერ იქ არის ჩვენი ერბო მე დაგეხმარება ეს პაუბრი. всё, პრინციპში ველოდებით ბრინჯის მოხარშვას, როგორც იტალიელებს უყვართ al dente, არა ბოლომდე მოხარშული და მარილი და დასრულების ეტაპზე ვიტანის ასრულებს. ვიტანის. ხო, კიდევ ბრინჯზე მინდა ვთქვა, რომ თვითონ ეს ბრინჯი არბორიოს ჯიშის არის აბსოლუტურად განსხვავებული სხვამგვარი ბრინჯებისგან, იმიტომ რომ ის იმდენად გამოყოფს ამ კრახმალს და იმას, რომ თვითონ მთლიანად კერძს ხდის ძალიან ისეთ შესქელებულ წელვაც წებუნება აქვს მაღალი ძალიან და ამიტომ ძალიან კარგად კრავს ამ ყველაფერს კომბინაციაში. ასთავარია არ იშლება ისე ადვილად, ვთქვათ, როგორც შილას დროს ხანდახან ჩაიშლება ხოლმე და დავსინჯოთ ბრინჯის ამბავი როგორ არის. ესეც ზად არის შეიძლება. ზად არის, კი ბატონო. ლამაზია ნახე. ბრინჯი ცოტა აკლია, 1-2-3 წუთი ალბათ დაჭირდება კიდევ და ბულიონის ფაქტიურად დაიცავს. ზად არის. კი. ყველს რა გავუკეთო? ყველი ბოლოში ათებში რო გადავიტანთ, იმ სახეხით ზევიდან. ნუ ახლად დახეხილი გუდის ყველი ექნება. ეგრე. ძალიან კარგი. ცოტა კიდე დავამატოთ სითხე, წყალი, იმიტომ რომ ძალიან იშოვს, ძალიან იწოვს სითხეს და ამიტომ უმიროარ დაგვირჩეს. თუმცა არც ძალიან სქელი უნდა იყოს, სახამებელი აქვს ბევრი ამ ბრინჯს და ძალიან ბევრ წყალს ითხოვს. ძალიან ბევრ წყალს ითხოვს. ნუ საერთოდ ჯობესია რომ ბევრი ბულიონი ქონდეს, თუნდაც ის საქონლის და ასე შემდეგ. წყალიც შეიძლება. ხო, ნუ მთავარი არის ის კონცენტრატი, რომლითაც იწყება. რა თქმა უნდა. ის არის მთავარი გემო. რომელიც უჩდება მით უმეტეს, როდესაც რა თქმა უნდა, ხდაკავ. მე ის იმ წყალს თვითონ ეს ინგრედიენტები ხორციც, ბრინჯიც თვითონ აქცევს იმ ბულიონად. და თვითონ ითვისებს უკვე იმ გემოებს. პრინციპში დროა ცოტა მარილი შევაპაროთ. აჰა. ნელ-ნელა, ხო? მარილი გემოვნებით, გემოვნებით აუცილებლად. ცოტათი უნდა აქდეს მარილი. კი, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა არის, ჯობია რომ ცოტათი აკალდეს, ვიდრე რა თქმა უნდა, ამასთან ფრთხილად მარილი, იმიტომ რომ გუდის ხოლსაც ვაკრით, ის მარილიანი, ხო? ეხლა ჩვენთვის კაი გავაკეთეთ. ჩვენ რა გავსინჯ. მე მგონია რომ სამივეს კარგად გვეყოფა, პორცია იდეალური. რა თქმა უნდა. ჩაფიქრებული გქონდა შეიძლება. აბა. ზეგაი არომატიკაც არა. ხო, აი რატო არ არის ეს კერძი მართლა ყოველდღიურად მეუში? რაღაც ტაბუ დადებული თემა იყო, მე მგონი შილაფლავი. მე ლევანმა მოსპო ეს თემა. გადასარევი. დროა ლევონის დავეხმაროთ მაგაშიც. გვერდში ამოუნდა. დიდი სიამოვნებით შევჭამთ. პრინციპში მზათა გვაქვს. ტექსტურაც ძალიან ცოტას დავამატებ, რომ ოდნავ ჩასქელდა. იდეალური ტექსტურა მივიღოთ. всё. საკმარისია. მოდი ახლა ჩვენთვისაც ვაკეთებ, ცოტა პილპილი მეტი დავუმატოთ, ხო? თან თქვენ ეს იგი ორივეს გიყვართ. ხო. შენ არა? კი.
უბრალოდ ზოგჯერ ვახოს მომზადებულ საჭმელს რო ჭამ ხოლმე, მე ცრემლები მომდის. ვახომ რაც ჭამს და ვახო როგორ ცხარესას ჭამს, ისეც არ გავაკეთებ. ყველა მიცის როგორი ცხარესკენ მიდრეკილება. всё. წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავ. კერძის დასრულებულია, შეგვიძლია გადავიტანოთ თეფშზე და მივცეთ ის ვიზუალი, რაც უნდა. მოხვალ ხო? კი, მოვდივარ. აგერ ვარ ბატონო. უბრალოდ აქეთ დავდი, ხო? მზად. წველი აუ, გასა. სუნია, კაი ადგილას გავარ მე. ადასარი. შილაპლავი. არა, თქვი, უბრალოდ როგორი მაგარი ესე ვიზუალური გვაქვს. გავაკეთოთ. ისეთ შეგვიძლია. მე პირველად ხედავ, რომ შილაპლავს უმატებენ გუდის ყველს. არა, არის ხოლმე, ხშირად სოფლებშიც ზოგი შიგნით ურევს ხოლმე, აფშვნიან, ასე რომ ვთქვა. შეგვიძლია გავსინჯოთ. მე მაინტერესებს ეს გუდის ყველი, შილაპლავი და ტარხუნა ერთად რა გემოშილაპლავი. კი ბატონო. ბაქსნავს. დავაი. მოდი მაგას დაგიდა, ხო, ან ეგრე იქნება. საი. აი ეს არის მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კერძი რომელიც გვაქვს ქართველებს. კი ბატონო. შილაპლავი ხო? ხო. რატო ავჭამი მაგამდე ყოველდღე? და გუდის ყველი და ტარხუნა მე არ მეგონა თუ ესე მოხდებოდა. მით უმეტეს გუდის ყველით არასოდეს არ მიჭამია. კი. ძალიან მერია. კარგად უხდეს უბრალოდ ხაცია. ყველაფერი დაბალანსებულია, იდეალურად. კი, იმან საერთოდ ტარხუნა არ აშურება, ხო, აი ზაფრგემოებს აბალანსებს ძალიან კარგად და ამიტომ ბათუმის ხოსაც ძალიან უხდება ეხლა თქო და გუდის ყველიც. მე ვფიქრობ, რომ სტერეოტიპი დამარცხებულია. აი აქ და დამოკიდებული არის უკვე ჩვენზე და ლევანზე, როგორ განვავრცობთ ამ თემას. მოდი ახლა სტერეოტიპი ბოლომდე დავამსხვრიოთ და ჩვენ გაგვიმარჯოს, ხო? სხვანაირად არ დასრულდება. რა თქმა უნდა. პატარა. კი ბატონო. ბარბარეს გავუმეც. ბარბარე. ხვალამდე. შილაპლავი მოსამზადებლად დაგჭირდება ბატმის ხორცი 300 გრამი, ბრინჯი 150 გრამი, ხახვი 1 თავი, ბულიონი 150 მილილიტრი, წყალი 200 მილილიტრი, ცხვრის დუმა 50 გრამი, ერბო 30 გრამი, სუნელები, კვლიავი და ძირა 1 სუფრისკოვზი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. გასაფორმებლად დაგჭირდება გუდის ყველი და ტარხუნა. ბარო, ბიჭე. დაახლოებით 5 წელი რა სამზარეულოში ვარ. პირველად მოხვდი სამზარეულოში ჩვენთვის კარგად ნაცნობ შევთან, თამთასთან, კიკავეიშვილთან. და გავიარე, რა ვიცი, მეორე ეტაპი გავიარე, დავიწყე 0-დან და დღეს ვარ შეფი. ხო რა შვება? ხო, გარე გამოვა. ორი სოკო. ვიღოთ რომ ყველას ვასიამოვნოთ. ავი ვაგზნობინოთ საკუთარ სახლში. ბიჭები ძალიან მაგრად ართმევენ თავს. მართალია რომ ახალგაზრდები არიან და ახალი დაწყებული აქვს ამ სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოსდით. ეს იმის ხარჯზე რომ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ სამზარეულოში ყოველთვის კარგი ამინდია და შეარულება და კარგი განწყობა. ეხლა მე გავაკეთებ ხის სოკოს ხორცით და ნუ ეს სადღაც ვიღაცა ქალმა მასწავლა. მასწავლა რა, ნუ სადღაც ვნახე და მითხრა რომ რაღაც ფრანგული კერძიაო, მაგრამ იმდენად რაღაცნაირი იყო რომ ფრანგულს ნამდვილად არ გავდა, მაგრამ მე გემო ისე მომეწონა რომ რაღაცებს შევცვალე რა, ქართული არომატები დავუმატე და გავაქართულესავთ რა ესე ვთქვა და მინდა რომ ქართული სამზარეულო იყოს ისე გათანამედროვებული როგორც სხვა სამზარეულოები. მინდა რომ შევიტანო რაღაცა წვლილი ქართულ სამზარეულოში და რაღაცები მეც შევქმნა. საქართველოს არ აქვს მარტო ეს დახვავებული რაღაცები, შეგვიძლია რომ რაღაც ლამაზად ამ გემრიელად მოუმზადოთ, თუნდაც
პრეზიდენტებს რატომაც არა. ობამას ან ბუშს ან ვინმეს რატომაც არა ქართული სამზარეულო ჰქონდეს მენიუში. ხანდახან სტრესიცაა, ძალიან სამზარეულოში მუშაობა, არ გეგონოთ რომ რაღაც ადვილია. შეიძლება იყოს იმ განწყობით რომ მინდა სამზარეულოში ყოფნა, მაგრამ პირველად რო შედიხარ, როგორც ტიგარიაჩკას დაინახავ და მუშაობის პროცესს შეუერთდები, ფიქრობ რომ ხო არ ჩავყარო მთელი ჩემი გუდანაბადი და წავიდე და სხვა საქმე ნახო, მაგრამ თავარია მომდუმობა. იმდენად მაგარ სიამოვნებას მიიღებთ, რომ შეიძლება რომ სახლშიც აღარ დაბრუნდეთ არასდროს და სულ აქ იყოთ. სულ სამზარეულოში იყოთ. ახლა ერთადერთი რაც არ მომწონს ქართულ სამზარეულოში, არ მომწონს რომ აი გემოები არის ამრავლდენობით, აი ძალიან ბევრი გემოები. ვცდილობ რომ ეს გემოები რაღაც დავასტაბილურო და ერთმანეთის მიყოლებით იყოს და არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. სამსახურიდან რომ მივდივარ და მაქვს დრო რამე სხვა ვაკეთო, არა, იმიტომ რომ ეს იმდენად მოთხოვნადი პროფესიაა, რომ სულ ყოველთვის ძიებაში ხარ ძიებაში და თავისუფალ დროსაც სულ რაღაცას ვეძებ სამზარეულოში. რა თუნდაც სახლში, როცა რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ რომ რაღაც ახალი ვისწავლო რა. სამზარეულოში სულ მღერი ვარ. აღარ მღერი ვარ, ესე იგი მომწონს რა გარემო. ინდონეზია თვითონ ზარეულის პროფესია ჩვენ ქვეყანაში აყვანილი, რომ უკვე თითქმის ყველა ცდილობს რომ რაღაც ამ ხრივაც განვითარდეს რა ჩვენი ქვეყანა და კარგად გამოჩნდეს. ჩემი მიზანი არის როგორც ყველა შეფის და ყველა მზარეულის ასე ვთქვათ ოცნება მიზანი ის რომ გქონდეს საკუთარი რესტორანი, თუნდაც პატარა, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება ყველასგან და ყველაფრისგან და იქნება მხოლოდ თავის თავზე ორიენტირებული. ისევე ჩემი მიზანიც არის რომ მქონდეს ჩემი რესტორანი და აუცილებლად ექნება. გირჩევთ ხორცის გუფთა ჩავანაცვლოთ გოგრის გუფთით, ინდაურის საცივი ბადრიჯნის საცივით, ხაჭაპური, მარტოყველით აღარ უგვე, კალმახით. აღმოჩენები ბარბარესთან ერთად.